მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო. აბა როგორ ხართ, როგორ მყავხართ, როგორ განწყობაზე ხართ? მოგიკითხავთ ტრადიციისამებრ დიდი სიყვარულით, მადლიერებით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული სალამი ჩემი არხის გამომწერებს. გუშინ ერთ-ერთი პირადი კონსულტაციის დროს აღმოაჩინე, რომ თურმე მოკლედ ჩემი ერთ-ერთი მაყურებელი საერთოდ არ არის კეთილგანწყობილი კონკრეტული ერთ-ერთი დასტის მიმართ. რბილად არის ხასნა ეს ნათქვამი, თვითონაც გაიღიმება ახლა რომ მომისმენს. ამიტომ ვიფიქრე რომ უკეთესი იქნება თუ დასტებზე არჩევანის საშუალებას მოგცემთ, რომ ინტუიციურად რომელი დასტისკენაც ვთქვათ გაგწევთ გული, ის დასტა აირჩიოთ და თანაბარ პირობებში იყოს თითოეული თქვენთაგანი და დასტას რომ დაინახავთ, უახლა მე ამას არ ვუყურებო. მოკლედ არ გადასკროლოთ. დღევანდელი თემა, მოდი თვითონ ტარო რასაც გვიამბობს, იმას მივყვეთ და ის თემა გავაჟღეროთ. არ ვიცი ხო, რა საკითხს შემოიტანს, ასე ვთქვათ. ვფიქრობ თვითონ გაშლასაც დავარქვა, რა უნდა იცოდეთ ახლა აუცილებლად და თუ რამე რჩება ასაჭირო, ისიც გავახმოვანოთ, ხო, იმიტომ რომ გაფრთხილებული შეიარაღებულია, როგორც იტყვიან. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. აბა ნახოთ ვისთვის არის გაშლა ჯერ ეგ. ოი. ეს რა იყო ახლა უკაცრავად? თავზე გადმომებდა მთლიანი დასტა. თავზე ახლა მაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც. ეს თავით გადმოფრინდა. ხუთიანი კვერცხები, კაი. რაღაცა მნიშვნელოვანი ამბავი მოდის მოსასმენად პირველ ვარიანტთან და ვნახოთ ერთს ჩემი თამოვიღებ, ასე ვთქვათ. კვერთხები თავისით გადმოფრინდა და აქვე ყავს კვერთხების რა ინდიც. ვისთვის არის ეს გაშლა? ცეცხლის ენერგია გასაგებია, რომ შესაძლოა იყოს ახლა ვინც მიყურებთ, მაგრამ იცით როგორი შეგრძნება მომდის, არ ვიცი რატომ მომდის, მაგრამ რაღაცა ძალიან ქაოსურ და ძალიან ისეთ სიტუაციაში უნდა იმყოფებოდეთ აქ და ახლა, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არანაირ კავშირში არ არის ამოსულ არკანებთან, მაგრამ რაღაცნაირად ასე ვგრძნობ. მოდი ხუთიანი კვერთხებით დავიწყოთ. ხუთიანი კვერთხებით შესაძლოა ზოგადად სიგნიფიკაციას თუ გავყვებით, ძალიან მებრძოლი, ცოტა კონფლიქტური ადამიანიც ბრძანდებოდით, რომელიც რატომღაც სულ არის ბარიერების წინაშე, სულ არის თავდაცვის რეჟიმში, სულ ხშირია თქვენს ცხოვრებაში გაუგებრობები, გაურკვევლობები, არ ვიცი, ხშირად შესაძლოა კომუნიკაციის პრობლემებიც გქონდეთ, დიდი იყოს კონკურენცია თქვენს გარშემო, ხო, თქვენს სიტუაციაში არ ვიცი, ხშირად გრძნობდეთ დაძაბულობას, შეიძლება ფიზიკური სამუშაოთი ხართ დაკავებული, ვინც მიყურებთ, ან სპორტსმენი ბრძანდებით, არ ვიცი, ან უბრალოდ ათლეტური აღნაგობა გაქვთ ორივე არკანიდან გამომდინარე. კვერთხების რა ინდით რა შემიძლია გითხრათ? ცეცხლი, ნავთი და არ ვიცი, ვერცხლის წყალი, ხო? ყველაფერი ერთად. ძალიან ცნობის მოყარე, ძალიან აი როგორ გითხრათ, კომუნიკაბელურიც, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციებში ის იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ კომუნიკაბელური, ანუ ხშირად შეიძლება ინფორმაცია დახშული იყოს და ვთქვათ რაღაცა ეს იწვევდეს ხოლმე გაურკვევლობას, ხო? ან სწორ კომუნიკაციას ვერ ამყარებდეთ იმ ადამიანთან, ვისთანაც საჭიროა რაღაცა ტიპის კომუნიკაციის დამყარება, ეს ვთქვი წეგან მე. ხო, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ვინმე პოლიციის სისტემიდანაც მიყურებდეთ, ან უბრალოდ მოგზაურობა გიყვარდეთ ძალიან. თუმცა ენერგიულობასთან ერთად საკმაოდ ისეთი ცოტა მანიპულატორიც ხართ, აი, როგორ გითხრათ,
ცუდად манипуляტორს ვერ ვიტყვი, აი რაღაცა ტრიუკები რომ გიყვართ რა ურთიერთობებში სიტუაციურად, რას როგორ სჭირდება იმის მიხედვით, ხო? ძალიან მომხიბვლელი ეს წეღანაც ვთქვი ამ არკანიდან გამომდინარე, გახასიათებთ სხვადასხვა ლიდერული თვისებები, ძალიან გიყვართ მოგზაურობა და არ ვიცი შეიძლება საკურორტო ფლირტებითაც ძალიან დახუნძურული იყოს თქვენი ისტორია და ამავდროულად ძალიან რისკიანი და იმპულსური ადამიანიც უნდა იყოთ. ვნახოთ აბა ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა ამბავს გვიამბობს ტარო და რა უნდა იცოდეთ. აუცილებლად, ხო? ანუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა ამბავს გვიყვება. და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად. რას გაფრთხილებთ, ან თქვათ რა რჩევას გაძლევთ, ნუ ნახავთ, ხო? ამასული არკანების მიხედვით რა მიმართულებით მივყავართ. ვნახოთ ახლა რა ოხო. სამჩევრის არკანი 7-იანი კვერთხები და 3-იანი კვერთხები, ესე იგი აი არ ვიცი როგორ გითხრათ, ძალიან ცეცხლი და ხანძარი და ამბები ტრიალებს თქვენს ცხოვრებაში. სამსჯავროს არკანი ჩემო ამ კომბინაციას რომ მივყვეთ, ხო, ზოგადად და ცალ-ცალკეც ახლა რომ არ ვიმარჩიელოთ, ასე ვთქვათ, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით. როგორი სიტუაცია გვაქვს აქ? ნუ სამსჯავროს არკანი თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად არის ანუ აი ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცების დასასრული უკეთესობისთვის. მიხვდით? ანუ ის კი არა რომ რაღაცა დასჯა და კუთხეში დაყენების თემა მიდიოდეს, არა. ანუ იმიტომ რომ წინ რაღაც კარგი მოხდეს. იმიტომ რომ აი ჩაბარებული გამოცდის მიხედვით მიიღოთ ვთქვათ ნიშანი, ხო? აი იცით როგორი მომენტია, იყავი მზად, თითქოს აი მზად ხართ უფრო სწორედ ახლა და აქ გადატვირთვისთვის, ასე ვთქვათ, რესტარტისთვის, ხო? აი რაღაცა კონკრეტული გარდაქმნისთვის. არ ვიცი, შეიძლება კარმული, ასე ვთქვათ, წიაღისეულები და გადახედვებიც ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა რაღაცა ძალიან რთული სიტუაციებიდან თავისუფლდებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ახალ ფაზაში გადასვლის სიმბოლო, ხო? 7-იანი კვერთხები, ეს არის დაიკავე შენი კვერთხი, ხო, დაიცავი შენი პოზიცია. ოღონდ ახალს მიიღებ იმის ხარჯზე, რომ გაუმკლავდები სწორად უკვე არსებულ წინააღმდეგობებს, ხო? შეიძლება რაღაც თქვათ წინ გეღობება, მაგრამ აქვე გაქვს შენ დაცვა და ბრძოლის რეჟიმში ხარ. 3-იანი კვერთხები უკვე მე ძალიან მიყვარს, ვინც ხშირი მაყურებელი ხართ, გეცოდინებათ, ეს არის ახალი შესაძლებლობები, ეს არის აი რომ იტყვიან ჰორიზონტზე ახალი ნათება, ხო? და თითქოს თქვენ უკვე ხართ იქ, სადაც ზუსტად იცით რა ნაბიჯის მერე რა ნაბიჯი უნდა გადადგათ, რას რა მოყვება და ნუ ყველაფერი ასე ვთქვათ უკვე დავარცხნილ დალაგებული გაქვთ სამომავლოდ. მთლიანად ერთობლივად რეზიუმე რომ გავაკეთო ახლა ამ არკანების, ანუ დიდი გარდატეხა გაქვთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც შესაძლოა გიწევთ, მაგრამ თავისუფლდებით წარსულისგან. მზად ხართ დაიცვათ თქვენი სიტუაცია, თქვენი პოზიცია, ნუ ყოველ შემთხვევაში ის ამბავი, რაც თქვენს თავს ხდება და თამამი ნაბიჯი გადადგათ ახალი ნაპირისკენ, ხო? 1000 შესაძლებლობისკენ. ნახოთ ახლა რა უნდა იცოდეთ, ხო? ანუ რას გირჩევთ, ან რას გაფრთხილებთ ტარო და მე მაგის მიხედვით მივყვეთ. აქ ახლა ვფიქრობ, უბრალოდ დავამატო თუ არ დავამატო, რას უკავშირდება. მოდი მაინც ვნახოთ, ხო, რას უკავშირდება ეს ყველაფერი. კი, არა, დავამატება აუცილებლად. აჰა, გასაგებია რომ გასაყარია ისედაც ფაქტია. ოხო, ეს მომწონს მეგობრებო.
ახლა პრინციპში დაახლოებით გასაგებია რაც ხდება. ძალიან საინტერესო ფაზლი გაგვეშალა. ახლა ნახეთ ახლა ამ დამატებულ ფაზლში რა ვთქვათ ახალი პასაჟები და ახალი მახასიათებლები გაჩნდა. ორიანი პენტაკლები და ხუთიანი პენტაკლები ერთად გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსურად დღეს აქ და ახლა სხვა შეიძლება შესაძლოა ემოციურადაც, მაგრამ აქ უფრო ფინანსური ნაწილია წამოწეული წინ. საკმაოდ ისეთი არამდგრადი და არასტაბილური სიტუაცია გაქვთ. თითქოს აი ორ რეალობას შორის იყოფით რა. არ ვიცი, ორი პასუხისმგებლობა გაქვთ, შეიძლება ორი გზა გაქვთ, ორი ურთიერთობა გაქვთ, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაცის გეშინიათ, გაჭირვების სუნი იგრძნობა აქ, ხო? შესაძლოა, იცით როგორი მომენტია, აი რეალურად არც აჩვენებდეთ გარედან, არ იმჩნევდეთ, ვთქვათ რა, დიდი ქარბურბალა ტრიალებს თქვენში, მაგრამ რეალურად ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია სერიოზული პრობლემების წინაშე იდგეთ. შეიძლება არ ავლენთ რა ამას ემოციურად, მაგრამ შინაგანად სავსე ხართ ეჭვებით, შიშით, გასაყარზე დგახართ, მოკლედ ასე ვთქვათ. ახლა უყურეთ, აქ მოქვს მეორე მაღალი არკანი, სამყაროს და მზის არკანი. ეს არის ძალიან ძლიერი, აი არ ვიცი, იცით როგორი არკანებია, რომ აი ციკლი დამთავრდა, ხო, აი კარმული გათავისუფლების შესაძლებლობა გაქვთ აქ და ახლა. თითქოს აი ყველაფრის წილად, იქ სამსჯავროს არკანი მქონდა კიდევ არ დაგავიწყდეთ, ყველაფრის წილად უკვე იღებთ თქვენს დამსახურებას, თქვენ ყველა გამოცდა ჩააბარეთ, ნახეთ. თქვენ დაიმსახურეთ სიმშვიდე, ანუ აქამდე თუ ვთქვათ პირობითად ნერვები დასამენეჯმენტებელი გქონდათ, ხო? ნერვების კი არა, ცხოვრების დამენეჯმენტებაც კი გამოგივათ აქ და ახლა. ხო, ნუ მართლა ასეა, ამას მიჩვენებს ახლა ეს ყველაფერი რაც საქმე ვუყურებ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თქვათ, აი თუ მენტალურადაც სიღარიბისკენ მიდრეკილი იყავით, ხო, რაღაცა ილუზიები იყო აქ შვიდიანი თასებიც მიდევს, რაღაცა მოფანტაზიორო ტიპაჟი იყავით და რაღაცა ოცნებებში, მოკლედ, ხო? აქ აღწევთ ამ ყველაფერს თავს და საკუთარ ცხოვრებას ცვლით. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი გაქვთ ამისი. აქ ცხრიანი კვერთხების და აი მშვიდიანი თასების, რომელიც ახლა წეღან ვახსენე, ვთქვათ ტანდემიც დაცვით რეჟიმს მაჩვენებს, ხო? რომ აი თითქოს არ გჯერა, რომ კარზე შეიძლება იდგეს ბედნიერება. თითქოს ისევ გეშინიათ, რომ რაღაცა ისევ ძველი გამოცდილების მსგავსი გაკვეთილი მოვა თქვენს კართან. არადა რეალურად ძალიან დიდი ცვლილებები გაქვთ წინ, ძალიან დიდი შესაძლებლობები და არ ვიცი, აი რომ იტყვიან, სამყაროც და ბუნებაც თქვენს მხარეს არის. აქ მე მგონია, რომ უფრო რაღაც კარიერულ სამსახურებრივ ნაწილს უკავშირდება პირაც ნაკლებად. ვნახოთ ახლა რა უნდა იცოდეთ, ან რას გაფრთხილებენ, ან, ხო? იმის მიხედვით, რაც ამოვა. ხო, ნახეთ, თასების პაჟი, ცხრიანი პენტაკლები და ხმლების ტუზი. აქაც დავამატებ, თუ საჭიროება მოიტანს, მაგრამ არა, აქ ახლა საჭიროებას ვერ ვხედავ ჯერჯერობით. ნუ ნახოთ, მივყვეთ ახლა და თუ თქვა სპონტანურად წამოვა რაღაცა ენერგიები, მე ვნახოთ. ნახეთ, როგორი მომენტი გაქვთ. რას გირჩევს ამ შემთხვევაში გაფრთხილებაზე მეტად უფრო რჩევა მოდის აქ. მიიღი ახალი ემოცია. დაიცხრე შინაგანი მღელვარება. მოусმინე საკუთარ გულს, იმიტომ რომ ხშირად ინტუიცია არ ტყუის. ვიღაცამ შესაძლოა თქვენს ემოციებში ძალიან ისე ფაქიზად შემოაღწიოს, რბილად შემოაღწიოს და ძალიან დიდი სინათლეც შემოგიტანოთ. ცხრიანი პენტაკლებით ნახეთ, დადგა დრო, რომ არ დაკარგო ის, რაც შენით მოიპოვე, ან რაც შენით უნდა აშენდეს სამომავლოდ, ხო? რაც შენზეა დამოკიდებული. შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ ანუ
არ ჩაიგდო ემოციურ დამოკიდებულებაში თავი, რომ აი თქვენი მიდრეკილებით ხო ფანტაზიებისა და ილუზიების მიმართ არ დაგაკარგინოს მე აი ეს სიმყარე ხო, რაც რეალურად ჩვენს ცხოვრებაში მოდის. იმიტომ რომ ხმლების ტუზი ახლავს გვერდით ეს საერთოდ როგორც წესი ლოგიკის გონების ბარათია ხო, იცით თქვენ. აი უნდა გაარჩიო ფაქტები ემოციებისგან მიმიხვდით იმაზე კი არ უნდა კონცენტრირდეთ რამ დაგანგრიათ ან ვინ დაგანგრიათ აი ვინა გაწყოთ იმაზე უნდა გქონდეთ მთელი ორიენტირე და უფრო უნდა დაუჯეროთ მოკლედ ამ შემთხვევაში ემოციებზე მეტად რეალობას ხო აი სწორი რაკურსიდან უნდა გახედოთ სიტუაციას. აი გაფრთხილების ნაწილში თუ გადავხედავთ ამას, იგივეა რომ არ მიენდო დიდად რა შენს ემოციებს, ჯობია რომ შეინარჩუნო შენი სტაბილურობა სიმშვიდისთვის და რაც თავარი არ დაგაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება. ანუ ვიღაცას არ დააკავებინო ხელში კალამი იმ აქტის მოსაწერად, რომელზეც შენ უნდა დასვა შენი ხელმოწერა. აი მიმიხვდით ხო უტრირებულად რომ ვთქვა. და მთლიანად რომ შევაჯამოთ, ანუ იმოქმედე გონებით ღია იყავი ახალი ცვლილებებისთვის, იმიტომ რომ სამყარო შენ გიგზავნის ყველაფერს საუკეთესოს. თავარია შენ გაიაზრო, დაიჯერო და ანუ მიღების სიხშირეზე გადახვიდე. რწმენა გქონდეს იმისი, რომ აი ამ ყველაფრიდან ძალიან სწორად გამოხვალ და წინ სტაბილურობას კი არა, საჩუქრებსაც კი მიიღებ სწორი ქმედებების შემთხვევაში. მადლობა პირველ ვარიანტს შემოკარგო ადამიანებო და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტია. ვისთვის არის ეს გაშლა და რას საინტერესოა ეს დასტა რას მოგვითხრობს რა ამბავს მოგვიტანს და მოგვიყვება. ვისთვის არის ეს გაშლა? კვერთხების რაინდი, იქაც კვერთხების რაინდი იყო რა საინტერესოა, იმიტაც დიდაც არ ვიცი პირველი ვარიანტის ასე ვთქვათ მაყურებლები გადმობრძანდით მეორე ვარიანტის ლოჟაშიც თუ რა ხდება, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ეს არის, ხო? იმპულსური, აი ძალიან მომხიბვლელი, ძალიან ქარიზმატული, თავგადასავლების მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული, არ ვიცი, დილას რომ ვთქვათ პირობითად ბათუმში და საღამოს რო არ ვიცი ახმეტაში დალანდავან ლაგოდეხში რო მიაგნება ან თქვა სადღაცა იქ სადახლოს საზღვარზე ხო სადღაცა წამსვლელს აი ძალიან ისეთი მოძრავი ტიპია რა სულ საქმეშია სულ რაღაცა ენერგიულ მოტივებზეა და სხვაჩვენში ძალიან უყვარს კიდეც ყურადღების ცენტრში ყოფნა და არის კიდეც ყურადღების ცენტრში ძალიან ხშირად ვნახოთ ახლა არაფერი უბრალოდ გამეღიმა რაღაცა 1-2 ადამიანი მეცნო ამ დახასიათებით უკაცრავად მე მყავდა ერთი ნაცნობი და უცებით ყოდა ხოლმე ასაკიანი კაცი იყო როცა აგერო ახლა უცებ საქართველოში ჩავირბენ და ჩამოვირბენო კი გასაგები არა ახლოშია საქართველო მაგრამ თბილისიდან მაინც ხო შორს აგე ჩავირბენო და ესე ჩამოვირბენო და ეს ასე გამომივიდა ახლა ამასთან დაკავშირებითაც კაი მოკლედ გავაგრძელოთ ახლა რა ხდება თქვენს თავს ამ წუთას რა ამბები გაქვთ ხო მნიშვნელოვანი წინა ფრონტზე ფრონტის წინა ხაზზე უკაცრავად ბოდიში და რას გირჩევთ ან გაფრთხილებთ და ნახოთ აბა მიყვეთ ხო აქ რაღაცა უფრო პირადი ამბების სუნი მომდის. აბა ერთი წამით დავამატოთ კიდევ 1-2 არკანი. აქ მგონია რომ პირად ამბებს გვიყვებიან. აქ მგონია რომ პირად ამბებს. კი ბატონო. ზუსტად ისეა როგორც ვიფიქრე, არც მეტი და არც ნაკლები. ახლა სამკუთხედების გარეშე როგორი იქნება? რა არის ტაროს გაშლა აქ თუ ახლა სამკუთხედი
ამოიწია და თავის პრევა და თავის ტკივილი და მეც თუ თავი არ ამატკიეთ მე ამეების გარჩევით. მაგრამ აქ ძალიან დიდი ამბები ხდება მეგობრებო. ოხო, აქ ამბები ხდება, ვინც დგახართ ფეხზე დასხედით. დასხედით. აბა, ესე იგი გადავშალე ახლა ეს არკანები. და ვნახოთ, რას გვიყვება ეს ყველაფერი. მოდი მივყვეთ თავიდან. სამიანი ხმლები და ხმლების დედოფალი. არ ვიცი, ვინ გატკინათ გული, არ ვიცი რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ამდენად მნიშვნელოვანი და ამდენად აი ესეთი, აი როგორ გითხრათ, ცოტა დამანგრეველიც, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ძალიან გაქვთ, აი პრაქტიკულად რომ იტყვიან დამსხვრეული ხართ. ნუ რაც არის ის უნდა თქვა, ხო? იცით როგორი მომენტი გააქვთ, აი წარსულიდან მოდის თითქოს ეს ყველაფერი. ემოციური ბლოკი გაქვთ. არ გამოთქვამთ თქვენს ემოციებს მარტივად, ნუ სითბოს და ალერსის გამოხატვაზე ხო აქ მეტი ალაპარაკი. აი გაციებული ხართ, თითქოს იცით როგორი მომენტი გაქვთ, რაღაცა მოხდა თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რამაც აი ესე აი გაყინა მოკლედ ყველაფერი თქვენში, რაც კი არის ისეთი ემოციებსა და განცდებთან დაკავშირებული. აი უკვე ძალის დაეტყვის არკანის კომბინაცია ერთად, ხო? ორი მაღალი არკანის. იცით რა, აი თითქოს როგორი პოზიციაში ხართ, იცით რომ მე უნდა ვაკონტროლო ჩემი ემოციები. არავის მივცემ უფლებას რომ მე დამინახოს სუსტი, მე დამინახოს ასე ვთქვათ, აი სხვა ხედიდან და სხვა რაკურსიდან, ხო? თითქოს მიზანმიმართულად მიდიხართ რაღაცა სიტუაციისკენ, ოღონდ ცოტა შიდა კონფლიქტის ფონზე ხდება ეს ყველაფერი. ცოტა დიდი სიმტკიცის გამოჩენაც გიწევთ. აი გიწევთ იმ სურვილების და იმ ემოციების შეკავება, რაც აი ესე სპონტანურად და ემოციურად შეიძლება წამოვიდეს. აი რაღაცა გინდათ ვთქვათ, მაგრამ თან ამითი რაღაცნაირად აი აკავებთ რა საკუთარ თავს. ქურუმი ქალის არკანი, კიდევ ერთი მაღალი არკანი. იცით როგორი მომენტია, აი არ საუბრობთ, მაგრამ ყველაფერი იცით. ძალიან დიდი ინტუიციის ადამიანი გაქვთ. ადამიანი ხართ, ნახეთ, არ გეშინიათ სწორი არჩევანის, უბრალოდ ძალიან ბევრი ვარიანტია თქვენს გარშემო. თუმცა ღირებულია თუ არა, ნაბიჯის გადადგმა ღირს თუ არა, მოკლედ, აი ამაზე ფიქრობთ. ორიანი კვერთხები ცხრიან კვერთხებთან ერთად ცოტა ჭოჭმანსა და საჯვარედინს მიჩვენებს, თავდაცვით რეჟიმში ხართ. დავიღალე, უნდა დავისვენო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავნებდი რაღაცას, ხო? მე და ძალები აღვიდგინე იმისთვის, რომ გზა გავაგრძელო. აი თასების ტუტისი და კვერთხების ტუზი ერთად. ვნების და სიყვარულის ენერგია ერთად. ოღონდ აი იცით როგორი მომენტი გაქვს, რომ თითქოს ახალ ციკლს ელოდებით, რომ ეს ყველაფერი დაიწყოს. მიუხედავად მით უმეტეს, რომ აი აქ ბედის ბორბალი მიდევს, ხო? ანუ რაღაცა ძალიან დიდი გარდატეხა კარმულად უნდა მოხდეს. მოულოდნელი შესაძლებლობა უნდა შემოტრიალდეს რაღაცა თქვენსკენ, რომლის ცვლილებაც აი გარდაუვალია, ხო? თითქოს აი თქვენს როგორი ენერგიები ტრიალებს, იცი რომ ძალიან მალე მოვა ეს ცვლილება და თითქოს აი გააერთიანებს რაღაცნაირად შენს წარსულს და მომავალს რა. ესეთი ენერგიები მომდის. იცით როგორი მომენტია, აქ მეგობრებო არ გამოვრიცხავ. ქურუმი ქალის ხმლების დედოფლის არკანით და აქ ისეთი ენერგიები მოდის, ხო? კვერთხების ტუზი, თასების ტუზი, იქ რაღაცა არკანი ძალა, იქ ორი გაყოფილი ენერგია, მე თავშივე ვახსენე, ისე როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი სამკუთხედი არ იყოს თქო, დიდი ალბათობით დგახართ არჩევანის ზღვარზე. ან თქვენ ხართ
ქორწინებაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობაში რაც უფრო რეალური მგონია ან დაშორებული ხართ აი ხმლების დედოფლით უფრო მგონია რომ დაცილებული ხართ და თქვენ ცხოვრებაში არის წარსული და არის ახალი ვიღაცა ოღონდ ესეც არ არის გამხელილი ანუ მზის შუქს ჯერ არ აჩვენებთ რა ამ ურთიერთობას ან ის არის დაოჯახებული ან გაცილებული ვისთანაც კონტაქტი გაქვთ და თქვენც ხართ და კიდევ ვთქვათ ვიღაცა მესამე პირიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბების წინ დგახართ მეგობრებო რა დაგიმალოთ და საკმაოდ რთული ამბების ასე ვთქვათ ქაოსში მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ქაოსია მართლა ძალიან რთული და აი იცით როგორი ცხოვრებისეულს რომ ვამბობთ ხოლმე ისე ჰაერზე სათქმელად კი არა აი მართლა რეალურად ცხოვრების იცით როგორ გზაჯვარედინზე დგახართ რომ საერთოდ ხო იცით როგორი მომენტია ვინც საკუთარ თავს და გზას ვერ პოულობს ის შენც დაგაკარგინებს საკუთარ გზას ეს იცოდეთ რა ვინც საკუთარ გზას ვერ ხედავს იცოდეთ რომ თქვენ მასთან ურთიერთობით საკუთარ გზას თქვენც დაკარგავთ იმიტომ რომ თვითონ დაბნეული მოვა და საით გიკრავთ თავს კაცმა არ იცოდეს ეს ჩემგან დაიმახსოვრეთ ისე და აი როგორი მომენტია იცით რომ აქ მაინც მგონია რომ მოდი არ ვიტყვი არ გავასწრებ სიტუაციას ნახოთ აქ რას გვეუბნებიან რა საინტერესო რაკაც უნდა დავამატვარკა რა გინდა აჰა გასაგებია რომ ახალ ეტაპზე გადავდივართ აქ იმდენი კარგული კი ბატონო გადავდივართ ახალ ეტაპზე ვიტყვი და მე ტარო ამოდის და იგივეს მეუბნება და როგორ არ გამეღიმოს ახლა გასაგებია ყველაფერი იმდენი არკანები ამოყარე მაგრამ პრინციპში თავშივე მისახვედრი იყო რას გეუბნებიან ნახეთ ახლა კარგად მომისმინეთ ის რაც იყო მტკივნეული ის რაც იყო დამანგრეველი პირდაპირ მნიშვნელობით ის რაც იყო წარსული უნდა დატოვოთ იქ სადაც იყო მადლობა გადაუხადოთ მოტრიალდეთ და გზა განაგრძოთ წინსვლისკენ თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში რომ ვიღაცა ამ ყველაფრით ნატკენი დარჩება არის მეგობრებო ურთიერთობები სადაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ ხოლმე რომ სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ აღგებთ მაგრამ აქ რაც მეხატება არის ის რომ თქვენ არ ხართ ჯანსაღ გარემოში იქ სადაც ხართ ან ის ადამიანი არის მაგრამ აქ უფრო მაინც თქვენი სიტუაცია მგონია ნახეთ როცა ადამიანი მიდის ოჯახიდან ან უკვე დამთავრებული ოჯახის მერე იღებს ახალგადაწყვეტილებას ხო გასაგებია რომ იმ ძველს ტკივილი ექნება გასაგებია რომ მაინც ყველას განსაკუთრებით ქალებს აქვთ ხოლმე ხო იცით ის იმედი რომ იქნებ სხვა არ გამოჩნდეს ნუ იქ ეგო ირთვება იქ თან შეიძლება გრძნობა სულ არ იყოს ასე საერთოდ არ აინტერესებდეთ როგორც ადამიანი და როგორც მამაკაცი მაგრამ ნუ მის ადგილას სხვა უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ და აქ სხვა უამრავი ქვედინება იჩენს ხოლმე თავს და მოკლედ ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ აი ამ მსგავს დამოკიდებულებაზე მაქვს თქვენ რომ ყველაფერს გაანულებთ და ახალ ცხოვრებას ახალი ენერგიებით დაიწყებთ ნახეთ თქვენ უკვე თქვენი პოტენციური ახალი იმპერატრიცა გეყოლებათ ანუ იმპერატორი ხო ქალბატონებს და
იმას, ვინც უკვე თქვენს ცხოვრებაში იყო, ეტკინება თუ არა, ეს უკვე თქვენი პრობლემა არ არის. ეს მისი ტკივილები მან თავისით უნდა დაალაგოს. ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, ახლა შეიძლება, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ასია. აი ეს შიშები, ის ტკივილები, რაც მთვარეს ახლავს, ხო, ის დაფარული, გაუცნობიერებელი რაღაცეები, რომ აი ვაი, ნუ მაინც ჭოჭმანი, ხო, მაინც ფიქრი, მაინც რა, ნუ არ არის ჯანსაღი. რაღაც ცოტა მინჯაჭულობის მომენტიც მოდის, ცოტა მენტალური პრობლემებიც მოდის, ხო, იქ პირველ ვარიანტში ვახსენე და აქაც ვიტყვი ცოტა დასამენეჯმენტებელი რო გაქვს ნერვებიც და ემოციური ფონიც. აი ესეთი მომენტია, მაგრამ ერთ წამს არ იფიქრო თქვენ, ანუ თქვენი გზა გაქვთ. უყურეთ, თქვენ საბედისწერო ამოყირავება გელოდებათ პირად ცხოვრებაში და ახლა თუ ამას გვერდს აუვლით, მერე თქვენც ვეღარ აუვლით გვერდს აი ამ ხმლებს და აი ამ უბედურებებს. ამიტომ ნახეთ, სხვის ემოციებზე თქვენ პასუხისმგებელი არ ხართ. სხვის რომელსაც თქვენ არ აყენებთ. აი ეს ნახეთ, ყველას აქვს მისი გზა, მთავარია სხვის გზას შენ ცუდად არ შეეხო. თორემ შენ ვერ იქნები სხვა ადამიანის განწყობებზე პასუხისმგებელი, ხო? მის აღქმებზე შენ ვერ აიღებ პასუხისმგებლობას. ამიტომ თქვენი გზა განაგრძეთ, თქვენ წინ გელოდებათ აბსოლუტური ბედნიერება, სიმშვიდე, სიწყნარე, ოღონდ დიდი ბრძოლების, დიდი დაფიქრებების, დიდი ასე ვთქვათ, აი როგორ ვთქვა, გათვლების, გაჩერებების, ეს არ იქნება მარტივი. მაგრამ თქვენ აღწევთ იმ წარსულს თავს და აბსოლუტურად ახალ რეალობას იღებთ, სადაც უკვე თქვენს ადგილას ხართ, მიხვდით, აი ნასესხები კი აღარ ხართ, ან თქვათ, ისეთი განცდა კი არა გაქვთ, რომ ყელში გიჭერთ ჰაერი ოთახში შესვლისას, არა. აი თქვენს ადგილას ხართ, მშვიდად ხართ, წყნარად ხართ და აი თქვენია ის მდგომარეობა ზუსტად, სადაც აღმოჩნდით, ხო და ამ ყველაფერს თქვენ სამყარო გიბზადებთ. უბრალოდ, ნუ იფიქრებთ ზედმეც სხვის, ასე ვთქვათ, სხვის წილ ცხოვრებებზე რა. რაშიც თქვენ ავტორობა არ მიგიწვით, ის თქვენი საქმე არ არის. ყველა მის ტკივილს დაალაგებს, დააყუჩებს. ნუ გაქრობა ცოტა მეჭვმება, რომ ტკივილები ქრებოდეს, მაგრამ ნუ გაყუჩებით ნამდვილად ყუჩდება. შესაბამისად, აი ამ მომენტს მიაქციეთ ყურადღება. დანარჩენი ყველაფერი დამიჯერეთ, რომ საუკეთესოდ იქნება აქ ისეთი კომბინაციები გაიშალა. ბევრად უფრო რთული და უფრო ისეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. დაგემშვიდობებით, მადლობა, ჩემო კარგო ადამიანებო, ნახვამდის.